მოგესალმებით ამჯერად დილა მშვიდობის. როგორია განწყობა, რა შეგიძლიათ თქვათ ამ დღეს? განწყობა იმაზე უკეთესია, ვიდრე ბევრ წარმოედგინა, შესაძლებელია მეც კი. და კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა ამყოფი და არა მხოლოდ ამყოფი, რომ მართალ ბრძოლას მხოლოდ გამარჯვება უწერია. ანუ ეს არ არის პროცესისთვის, სადაც რაღაცას ვაპროტესტებთ. ეს რაღაცა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ყველასთვის. სახელმწიფოს ბედია და თითოეულ ჩვენგანი სასწორზე და გვძნობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ სახელმწიფოს ბედი წაღმა განავითაროთ და დავატრიალოთ ის ბორბალი, რომელიც ახლა უკუღმად ტრიალებს. და მნიშვნელოვანია ჩვენი საზრით, რომ ეს კერა პროტესტის შუაგულ თბილისში უმნიშვნელოვანეს ადგილას გაჩნდა და ეს ყველაფერი მხოლოდ გაღვივდება, როგორც აი ამ კონკრეტულ ადგილას, ასევე ეს გადაედება თბილისის სხვადასხვა უბნებს და ჩვენ ამ ყველაფერს ვიხილავთ. მისასალმებელია, რომ აი ამდენი ადამიანი თითქოს ღამე არც გაუთენებიათ ისეთი შემართება იგრძნობა, დგას სიმართლით, ღირსებით და მომავლის რწმენით და მჯერა რომ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება უახლოეს საათებში კიდევ დამატებით.